საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნიკოლოზ კიპანიძის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ნაწარმოებზე, რომელსაც ქვია შელოცვა რადიოთი. ეს ნაწარმოები მრავალ მხრივ იპყრობს ყურადღებას მკითხველისა უკვე სათაურიდანვე, შემდეგ აქვს მას ძალიან საინტერესო და მრავალ მხრივ გასაანალიზებელი ეპიგრაფები, რომელთაც უნდა ჩაუკვირდეს მკითხველი და ამის მიხედვით გაიაზროს, რაც ხდება ნაწარმოებში. ასე რომ ნიკოლოზ კიპანიძე როგორი ოსტატი იყო, როგორი დიდოსტატი პროზისა, აი ამ ნაწარმოებს ძალუმად ეტყობა ეს და ბევრ საინტერესო საკითხს, ბევრ საფიქრას აღუძრავს მკითხველს. რატომ ქვია ნაწარმოებს შელოცვა რადიოთი? ერთი მხრივ უკვე საინტერესოა და უკვე დამაბნეველია თითქოს ერთგვარად, რადგან ამ მხრივ ნიკოლოზ კიპანიძე უკვე წარმოაჩენს სრულად განსხვავებულობას ქართული გენეტიკისა, ქართული ფიქრისა და ქართველი კაცისა. რადგან ელი გორდელიანი ამ ნაწარმოების მთავარი გმირი გველის ნაკბენით კვდება, როგორც გახსოვთ ნაწარმოები და მას ერთადერთი რაც უშველის, ეს არის შელოცვა როსკანასი, რომელსაც ითხოვს იგი, რადგან სხვა საშუალება ამ დროისათვის არ არსებობს, ეს შელოცვა უნდა გადასცენ რადიოთი. გასაოცარია ის, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ელი გადაერჩინათ. ბრომლეიმ არ დაზოგა თავისი ფული, თავისი მილიონები და რაღაცა ერთ დღეში შეიქმნა ლაბორატორია, გამოიკულიეს ამ გველის შხამი, მიიღეს საწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ უცნაურია აი ეს მაგრამ. ყველას ეშველებოდა ამ შხამსაწინააღმდეგო საშუალებით, ყველაზე იმოქმედებდა ეს წამალი, მაგრამ არა ელიზე. რადგან ელის, როგორც ქართველს, აი ეს უნდა გითხრას ნიკოლოზ კიპანიძეს ამ ნაწარმოებით, სჭირდება თავისი ქართული წესი. და რადგან ქართველები გველის ნაკბენს სწორედ შელოცვით, იმ მოხუცებული ქალების პრუტუნით და რაღაცა ჩუმით ჩიფ-ჩიფით შველოდნენ ხოლმე, და რადგან აი ეს გველის ნაკბენის ლოცვა დასავლეთ საქართველოში, სადაც გველები შედარებით უფრო ბევრნი იყვნენ მომრავლებულნი იქაური ჭაობის სიტუაციის გამო, აი ამიტომაც ყველა მიცოდა ეს ლოცვა თითქმის და ყველას სჯეროდა, რომ ლოცვა განკურნავდა, რადგან იგი პირ შეუკრავდა გველის შხამს და ადამიანს იგი ვერ მოწამლავდა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ბრომლეი მთელი თავისი აპარატურით, მთელი თავისი ლაბორატორიებითა და შხამსაწინააღმდეგო საშუალებებით აღმოჩნდა უძლური და ელის სჭირდებოდა სწორედ როსკანას ლოცვა, ერთი უბრალო მოხუცებული დედაკაცის ჩიფ-ჩიფი, სწორედ ეს გადაარჩენდა მას, ელიმეს იცოდა მთელი თავისი არსებით, მაგრამ ლოცვამ დაიგვიანა. ამიტომაც გახდა ასეთი საყურადღებო ეს შელოცვა რადიოთი. და სწორედ აი ამ შელოცვის დროს გარდაიცვალა ელი, რადგან ეს იყო უკვე ისეთი წამები, როცა ელი უკვე კვდებოდა, იგი უკვე სასიკვდილო აგონიაში იყო, შესაბამისად ეს ლოცვა უკვე აღარ ესმოდა მას და ამიტომაც ვერ იმოქმედა. ასე უნდა დაიჯეროს მკითხველმა, როცა ამ ნაწარმოებს კითხულობს. ანუ სათაური, როგორც ხედავთ, გამოხატავს არა მარტო მთავარ საკითხს ნაწარმოებისა, რომ ქართველი როგორი სხვანაირია და მას მკურნალობაც სხვანაირი უნდა, არამედ ის გამოხატავს იმას, თუ ჩვენ როგორი განსხვავებული ტრადიციები, განსხვავებული შეხედულებები და სამყაროსგან ერთგვარად გამორჩეული, თითქოს შემოსაზღვრული, თითქოს რაღაცნაირად გარს შემოვლებული ხალხი ვართ და აი ამ გარსის შიგნით ვართ ცოტა სხვანაირები, ვართ ლაღები, თავისუფლები და როგორც კი ეს გარსი ირღვევა და როგორც კი ადამიანი თავს ვეღარ გრძნობს თავის ნაჭუჭში, ასე პირობითად რო ვთქვათ, იმ წუთშივე მას ენგრევა სამყაროსთან ურთიერთობა და აღარ გამოსდის ისეთი ფორმა არსებობისა და ისეთი ყოფა, როგორიც მისთვის იქნებოდა უფრო ბუნებრივი. ასევე ძალიან საყურადღებოა ნაწარმოების ქვესათაურივით, ანუ დაზუსტება ავტორისა დიდი გოდების მცირე ნაკადი. თითქოს ერთი მხრივ პარალელსაც ვერ გავავლებთ. შელოცვა რადიოთი, შემდეგ დიდი გოდების მცირე ნაკადი, შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებული ორი ეპიგრაფი. აი ამიტომ ვთქვი, რომ ნიკოლოზ კიპანიძე წარმოგვიდგა როგორც ძალიან ნიჭიერი და მრავალ მხრივ მოაზროვნე ოსტატი სიტყვისა ამ ნაწარმოების მიხედვით. დიდი გოდების მცირე ნაკადი. ეს რა თქმა უნდა არ ეხება შელოცვას,
მაგრამ ეხება ისევ და ისევ საქართველოს კულტურის განსაკუთრებულობას, ქართველი კაცის გამორჩეულობას და იმ შემოსაზღვრულობას, რომელიც მას სამყაროსთან აქვს. კერძოდ, ალბათ ასე უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს მთელი ისტორია ეს არის დიდი გოდება და კონკრეტულად რომელიღაცა ადამიანი თუ რომელიღაცა თაობა აი ამ მცირე მონაკვეთში, მცირე ნაკადში ცხოვრობს და ამ ნაკადთან არის დაკავშირებული. შეიძლება ისიც ჩავთვალოთ, რომ ის წლები, რომლის შესახებაც ეს ნაწარმოები გვიამბობს, მე-20 საუკუნის დასაწყისი, კერძოდ 10-იანი, 20-იანი წლები ამ საუკუნისა განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოსთვის. ეს იყო მართლაც ერთიანი დიდი გოდება, როცა ყველა აბსოლუტურად ცუდად გრძნობდა თავს. ეს იყო არა მარტო იმიტომ მძიმე პერიოდი, რომ საქართველო განიცდიდა რუსეთის ზეგავლენას, არამედ თვით რუსეთშიც ამ დროისათვის დიდი შიმშილობა მძვინვარებდა. იყო გასაოცარი პრობლემები ქვეყანაში, ხალხი ვერ შეულობდა სამსახურს, იყო საშინელი სიბნელე, შიმშილი და გაგახსენებთ, როგორ ცხოვრობს ელი გორდელიანი, როგორ არის იგი ჩამომხმარი გაჭირვებისაგან, როგორ დადის ერთი სამსახურიდან მეორეში, ერთი კარიდან მეორე კარზე, როგორმე რაიმე სამსახური იშოვოს და ფაქტობრივად ჩონჩხად არის იგი ნაქცევი, იმიტომ რომ ჰექსლეი რომ დაინახავს მას, სწორედ ასე გაიფიქრებს, ჩონჩხითაც კი ვიცნობ მშვენიერებასო. უკვე ჩონჩხადღა იყო გადაქცეული იმ გაჭირვებისაგან, რომელშიც ის და მისი ოჯახი ცხოვრობდა. ასე რომ ეს იყო ერთიანი გოდება ერისა, ერთიანი გაჭირვება, კატასტროფული ვითარება და მცირე ნაკადი იყო აი ამ გოდებაში, კონკრეტულად ელის ცხოვრება, ელის საგოდებელი, ელის სატირალი და საზრუნავი, რომელმაც ის ნაბტკენ ბუმბულად, როგორც ამბობს მასზე ნიკოლოზ რტკიფანიძე გადააქცია, ანუ ბუმბულად, რომელიც გამოსძვრება ფრინველს და დაბლა ჩავარდება ტალახსა და ნაგავში. აი სწორედ ასე ნაბტკენ ბუმბულად გადაიქცა ელი და როგორც ჩანს, აი მთელი ის თაობა ან თაობები, რომლებიც ცხოვრობდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისის ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდში მცხოვრებ საქართველოში და ის თაობები, რომელთაც უწევდათ, რომ ყოველგვარი ტკივილის, ყოველგვარი ჩაუცმელობის, დაუხურაობის, უჭმელუცმელობის და სევდამწუხარების ამავე დროს ერთიანობით გაევლოთ თავიანთი ცხოვრება და წუთისოფელი და უბედურება გაცილებით უფრო მეტად ეგრძნოთ, ვიდრე ბედნიერება. აი ამიტომ დაარქვა, როგორც ჩანს, ნიკოლოზ რტკიფანიძემ ამ ნაწარმოებს მასში გადმოცემულ ამბებს დიდი გოდების მცირე შენაკადი და ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რომ საქართველო გაჭირვებული ქვეყანა და უბედური ქვეყანა იყო არა მარტო მაშინ, როცა მას ომები ჰქონდა და როცა იგი ხმლით ხელში იბრძოდა და როცა სისხლს ხვრიდა, არამედ მაშინაც უჭირდა მას, როცა ეკონომიურად იყო ძალიან დიდი სიდუხჭირე და როცა ქართლს უბრალოდ გამოსავალი არ ჰქონდა. ამავე პერიოდს ეხება, გაგახსენებთ, ამავე ნიკოლოზ რტკიფანიძის ტრაგედია უგმიროთ, ამავე მწერლის ნაწარმოები, რომელშიც სწორედ გადმოცემულია ის საშინელება, რასაც ჩაიდენს მამა, რომელიც ჯერ ჭადის ნატეხს შეუჭამს საკუთარ შვილებს და შემდეგ თავს ჩამოიხჩობს, იმდენად ზულს საკუთარი თავი და იმდენად ზულს ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, ის რაც გააკეთა. რა თქმა უნდა, მასაც აიძულებს დიდი შიმშილი, რომ ასე მოიქცეს. ელიც ასეთი არჩევანის წინაშე დგება. შიმშილი და გაჭირვება მას აიძულებს, რომ მიატოვოს მამა, მიატოვოს თავისი გოგონა, რომელმაც არც კი იცის თუ დედა ჰყავს ან სადმე, ვერც იმას გაიგებენ, როდის გარდაიცვლება ელი, ანუ ელის სიცოცხლეც და ელის სიკვდილიც იყო თითქოს არაფერი, თითქოს იყო მათთვის ჩვეულებრივი ამბავი, ან ამბავი, რომელთაც არც კი დაინტერესდნენ, რადგან მათ ამის შესახებ არც იცოდნენ, თავის დროზე, როცა ელი მარჩევანი გააკეთა, მან ევროპაში წასვლა, მოგზაურობა და ჰექსლეის საყვარლობა, ან როგორც მასზე ბრომლეი ფიქრობს, უგვირგვინო ცოლობა არჩია იმას, რომ ყოფილიყო თავის ოჯახში და ეზრუნა შვილისა და მამის კეთილდღეობაზე, ეზრუნა მათ გამოკვებაზე და მათთან ერთად გაეზიარებინა ის ჭირი და მწუხარება, რომელიც ამ დროისათვის საქართველოში იყო. რაც შეეხება ეპიგრაფებს, პირველი ეპიგრაფი ამ ნაწარმოებისა გახლავთ რუსთაველის ფრაზა, ოღონდ უნდა ვთქვათ, რომ ოდნავ შეცვლილია ნიკოლოზ რტკიფანიძის მიერ. რას მიქნევდით, რათ გინდოდით?
ერთმანეთს ρίთავ გვანდით, თქვენ მორჭმულნის თამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვსავ ბანდით. ეს გახლავთ ნიკოლოზ რტკიფანიძისეული ვარიანტი. სინამდვილეში ამას ტარიელი ეუბნება ავთანდილს და ისია რას მაქმნევდით, რა გინდოდათ. ჩვენ ერთმანეთს ρίთავ გვანდით და დანარჩენი თქვენ მორჭმულნის თამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვსავ ბანდით. კერძოდ ტარიელი ავთანდილს ეუბნება იმასთან დაკავშირებით, როცა ავთანდილი უსაყვედურებს ტარიელს, რომ ჩვენ მე და როსტევან მეფეს როცა შევხვდიო, შენ ისე მოიქეცი, როგორც ქაჯი მოიქცეოდა, როგორც ნამდვილად არ იქცეოდა არასოდეს ადამიანი, რომ შენ დაგვიხოცე ყმები და შემდეგ სადღაც ისე გაქრი, თითქოს არ ყოფილიყავი მიწიერი არსებაო. და ეს სწორედ მაშინ ტარიელი ერთგვარად თავის გამართლების მიზნით უხსნის ავთანდილს, რომ მათ შორის ძალიან დიდი ზღვარია. ტარიელი უბედური იყო და ცრემლებს აღვარღვარებდა ხოლმე ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იგი ხედავდა განსაკუთრებით სხვა ადამიანების ბედნიერებას, მაშინ გული უწუხდა და ცუდად ხდებოდა, რადგან ახსენდებოდა თავისი სატყბო და ახსენდებოდა ის უბედურება, რომელიც მას ძალიან დიდი ზომით დაატყდა თავს. და აი ამიტომაც ტარიელი ასეთი გაჭირვებული მართლაც არ ჰგავს ავთანდილსა და როსტევანს, რომლებიც ბედნიერნი, გახარებულნი ნადირობდნენ, ხინობდნენ, თამაშობდნენ და ამიტომ ტარიელს არ ესმის საერთოდ რატომ დაესხნენ თავს და რატომ გაუგზავნა მეფემ 12 ადამიანი, რატომ დაავალა მათ, რომ ტარიელი შეეპყროთ. აი ამიტომაც ეუბნება, ჩვენ შორის არაფერი საერთო არ იყო და რატომ გადამეკიდეთ და რატომ მაიძულეთ, რომ ის ყმები დამეხოცაო. რუსთველის აი ამ სტროფით უსარგებლია ნიკოლოზ რტკიფანიძეს, ოღონდ ოდნავ გადაკეთებულია, როგორც გითხარით და ელის ნათქვამია უკვე რას მიქნევდით და რა გინდოდით. აი თუ დაუკვირდებით ელის მდგომარეობას, ტარიელის ნათქვამი რას მაქმნევდით, ნიშნავს რაში გამომიყენებდით, ანუ რა გინდოდათ ჩემგან, მე ჩემთვის ვტიროდი და თქვენ რატომ დამესხით თავს. ხოლო ელის ნათქვამი, ანუ ეს რომ ელის ფრაზად გავიგოთ, მაშინ ასეთია, რას მიქნევდით, იმიტომ რომ მართლაც ელის ცხოვრებამ სწორედ მოიქნია. აი როგორც ნაპტკენი ბუმბული, წეღანაც ვახსენე, ისე ელი ეხეთქებოდა აქეთ-იქით, იგი ვერ პოულობდა თავის ადგილს ამ ცხოვრებაში და ჰექსლეისა და ბრომლეისთვის ის იყო მხოლოდ გასართობი, რომელსაც გამოიყენებდნენ და შემდეგ მოიბეზრებდნენ და მიაგდებდნენ, ალბათ სადღაც მიატოვებდნენ, რადგან ელი ნათლად დარწმუნდა ამაში, მაშინვე როგორც კი ჰექსლეიმ რამინო გაყიდა. ადამიანი, რომელიც მისთვის იყო უერთგულესი მეგობარი, მან ძალიან ადვილად და ბევრი ფიქრის გარეშე გაიმეტა და როგორც კი ბრომლეიმ ფული შესთავაზა, იმ წუთშივე დათმო ეს ინდოელი. კარგად ესმოდა ელის, რომ როგორც კი ელიც მობეზრდებოდა ჰექსლეის, იგი მას ბრომლეისა ნებისმიერ ვინმეს მიყიდიდა და კიდევ ერთხელ მოიქნევდა და მიიქნევდა მას ცხოვრება, ანუ იგი კიდევ ერთხელ გადავიდოდა ხელიდან ხელში და იქნებოდა ძალიან შეწუხებული, რადგან ელი მართლაც არ გავს არც ჰექსლეის, არც ბრომლეის და არც ევროპელ ქალებს. ნიკოლოზ რტკიფანიძე ისევ აგრძელებს აი იმას, რაც სათაურიდან დაიწყო, რაც შემდეგ ქვესათაურით გააგრძელა, აი ახლა უკვე ეპიგრაფში აგრძელებს, რომ ჩვენ ქართველები ვართ სხვანაირები, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა თუ ჩვენი მსოფლმხედველობა გნებავთ, ჩვენი გემოვნება არ გავს მსოფლიოს თითქმის არც ერთი ქვეყნის შესაბამის სახეებს და ჩვენ ვართ სხვანაირნი. თუ ისინი ევროპელები მორჭმულნი თამაშობდნენ და ბედნიერნი იყვნენ, ან და ამერიკელები, ჩვენ მთელი ისტორია გვაქვს ტანჯვა-წამებით, ტირილით გამოტარებული. აი ამიტომ ჩვენ მართლა ღაწვსავ ბანდით, ცრემლითა და ოფლით, ისინი კი ხინობდნენ და მათი ისტორია იყო გაცილებით უფრო მსუბუქი და გაცილებით უფრო იოლად ცხოვრობდნენ. აი სწორედ ამიტომ არის ელის განსხვავება, რომ გვაჩვენოს ევროპელი ქალებისაგან, ან და გნებავთ ევროპელი მამაკაცებისაგან, ასეთ რამეს გვეუბნება ავტორი, რომ ელი დადის ამ ვაჟებთან ერთად კაფეებში, კაბარეებში, რესტორნებში, გამოფენებზე და ასე შემდეგ იგი ატარებს დროს, მაგრამ რაც უფრო ძვირფასად აცვია მას, რაც უფრო მეტად დააქროლებენ აი ეს ვაჟები მას ეტლებით,
მით უფრო მეტად ემატება მწუხარება და მაშინაც როცა იგი მუზეუმში ზის და შესცქერის ბედნიერ ქალთა სახეებს, იგი იმიტომ კი არ მიდის, რომ ხელოვნებით დაატკბეს, არამედ მას უნდა დაათვრეს საკუთარი მწუხარებით. აი ეს თავისი მწუხარებით თრობა იყო. იგი აქ თავს კარგად ვერ გრძნობს. ის რაც დროის ტარების, დროის ბედნიერად მიმოხმარის და რაღაცა საკუთარი თავისთვის სიკეთისა და სიხარულის მომტანი შეიძლება იყოს ევროპელთათვის თუ ამერიკელთათვის, რადგან ბრომლეიცა და ჰექსლეიც ევროპელები არიან ამერიკაში გადასულები საცხოვრებლად, ისე რომ ორივენი აი თითქოს ევროპულ-ამერიკული კულტურის მატარებლები არიან, მათთან გართობა ელისთვის გართობა არ არის. ის რაც მათ ბედნიერებას ანიჭებს, ელის ანიჭებს უბედურებას. ის რაც მათ სიხარულს ანიჭებს, ელის მხოლოდ ათრობს მწუხარებით. ისინი ერთმანეთს არ გვანან და კიდევ ერთხელ დადგება, აი სწორედ ეს საკითხი, რაც რუსთველის ტარიელმა თქვა. თქვენ მორჭმუნის თამაშობდით და ჩვენ ტირალნი ღაცავ ბანდითო. აი ამიტომ არის ეს ეპიგრაფიც, რომ გვიჩვენოს, როგორ განსხვავდება ამ შემთხვევაში ელი ჰექსლეისა და ბრომლეისაგან. მომდევნო ეპიგრაფი და ასევე ძალიან საინტერესო, გახლავთ უკვე სახარების ფრაზა, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, სხვადასხვა სახარებიდან ამოკრებილი, რადგან ესე კონკრეტულად ამ ფორმით არც ერთ სახარებაში არ გვხვდება ჩვენ და ეს არის ისევ ნიკოლოზ რტკიფანიძის მიერ მცირედ შეცვლილი და გადაკეთებული. ეს არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა, აი ეს ნიკოლოზ რტკიფანიძეს ასე გაუკეთებია. ეს არის სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა და გასაწამებელად სიცოცხლისა. როგორც ხედავთ, ერთი შეხედვით საკმაოდ რთული გასაგებია ეს ეპიგრაფი, რადგან ის რომ აქ უფალი მეტყველებს უკვე და უფალი გვეუბნება, რომ მისი სისხლი სწორედ იმისათვის დაიღვარა, რომ ჩვენ ბედნიერნი ვყოფილიყავით და კაცობრიობისათვის პრობლემები მოეგვარებინა, მათთვის ცოდვები მიეტევებინა და დაებრუნებინა კაცობრიობა ისევ სასუფეველში. ეს თითქოს გასაგებია, მაგრამ ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარია ბოლო ორი სიტყვა. გასაწამებელად სიცოცხლისა. თუ ამას პირდაპირ შინაარსით გავიგებთ, თითქოს გამოდის, რომ ნიკოლოზ რტკიფანიძე ამბობს, რომ უფალი იმიტომ ეცვა ჯვარს და უფალმა იმიტომ დაანთხია თავისი სისხლი, რომ ჩვენ სამოთხეში ავეყვანეთ და თანაც ვეწამებინეთ. რადგან სიტყვა წამება ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ სიტყვის პირდაპირ შინაარსით გავიგეთ, მაშინ უფალი ადამიანთა ტანჯვეწამებისთვის ყოფილა მოსული დედამიწაზე და ყოფილა ჯვარცმული. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე არ არის და ამ ეპიგრაფს სერიოზული ჩაფიქრება უნდა და ამ შემთხვევაში უნდა გამოგვადგეს ის წინა ამბავი, ანუ წინა ნაწილი ეპიგრაფისა, რუსთველისეული და უნდა ჩავთვალოთ, რომ აი ამ ბოლო ორი სიტყვით ავტორი კრავს ეპიგრაფს და ისევ რუსთველს უკავშირებს სახარებისეულ ფრაზას. ანუ ეპიგრაფი იწყება რუსთველით, გადადის სახარებაზე და ისევ მთავრდება რუსთველით. კერძოდ, გაგახსენებთ, საიდან მოდის ეს ორი სიტყვა. როცა ავთანდილი დაიბარა თინათინმა და სრულიად მოულოდნელად მისთვის და სრულიად უჩვეულოდ, რადგან ავთანდილი ელოდა, რომ მას მეფე ქალი ჩვეულებრივ დავალებას მისცემდა, როგორც ამის პასალარს რაღაცას უბრძანებდა, რაღაცას გააკეთებდა, ამის ნაცვლად თინათინთან მისულ ავთანდილს სრული სიურპრიზი ელოდა. თინათინმა მას სიყვარული აუხსნა და ისიც უთხრა, რომ თინათინს მოეხსენებოდა ავთანდილის სიყვარულის შესახებ. აი სწორედ მაშინ პასუხი რომ უნდა გაეცა ავთანდილს და როგორც რუსთველს ახასიათებს ხოლმე, რაც შეიძლება მოკლე და ლაკონური უნდა იყოს ეს და რაც შეიძლება ბევრის მთქმელი, ავთანდილმა თინათინს სწორედ ეს სტრიქონი უთხრა. მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე. რაც იმას ნიშნავს, რომ მე ველოდებოდი, რომ მოვკვდებოდი და ვიქნებოდი უბედური, შენ კი შენი სიტყვებით, შენი სიყვარულის გამოცხადებით, აი ამ მომენტით მთელი ჩემი სიცოცხლე ნეტარებად და ბედნიერებად გადააკეთე,
ანუ აი ეს წამი, როცა სიყვარულში გამომიტყდი, ჩემთვის ბედნიერი სიცოცხლის საყრდენად გადააქციეო. ნიკოლოზ რტკიფანიძის სათქმელიც სწორედ ეს არის. უფალი იმიტომ ეცვა ჯვარს, რომ კაცობრიობისთვის ბედნიერება მოეტანა და მისი ჯვარცმის წამი, როცა უფალს მარჯვენა ხელზე გაეხახუნა ლურსმანი და როცა მან წარმოთქვა აღსრულდა, აი ეს წამი უნდა ყოფილიყო სწორედ კაცობრიობის ბედნიერი სიცოცხლის საყრდენი და სიკეთისა და სიყვარულის, სიხარულისა და ნეტარების მომტანი მათთვის. საბოლოოდ თუ შევაჯამებთ ამ ეპიგრაფს, ასე გამოვა: ქართველები განსხვავებული ხალხი ვართ. ბევრი რამ ორიგინალური გვახასიათებს, რითაც მსოფლიოს არც ერთ ხალხს თითქოს არ ვგავართ. ჩვენი ლხინიც სხვა არის და ჩვენი მწუხარებაც, ჩვენი ბედნიერებაც და ჩვენი უბედურებაც, ჩვენ თითქოს ჩვენ ნაჭუდში ვართ ჩაკეტილნი და ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ადაწესებით განსაკუთრებით კარგად გრძნობთ თავს. უფალი ჩვენთვისაც ისევე ეცვა ჯვარს, როგორც სხვებისთვისაც, ჩვენც ისევე გაგვიწამა სიცოცხლე და ბედნიერება მოგვანიჭა, როგორც სხვებს, მაგრამ ადამიანი თუ ვერ შეიშნოვებს ამ ყოველივეს, თუ იგი ვერც სამშობლოს სიყვარულს გამოაჩენს ჯეროვნად და ვერც უფლის სიყვარულსა და უფლის პატივისცემას, ნაბტკენ ბუმბულს დაემსგავსება. ელის მიეცა ეს ყველაფერი, იგი დაიბადა როგორც ქართული მშვენება, ამბობს მასზე ნიკოლოზ რტკიფანიძე, სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას იმ წელს ელის დაბადების გარდაო, მაგრამ მან ვერც საქართველოში ყოფნა შეძლო, ვერც შემდეგ უკან დაბრუნება დაიმსახურა და ვერც უფლის სწავლებასა და ქადაგებას მოусმინა, რადგან მიწიერი გაცვალა ზეციურზე, რადგან ხორციელი კმაყოფილება და უგვირგვინო ცოლობა, ასე რბილად რომ თქვათ, არჩია მან საქართველოში ცხოვრებასა და გაჭირვებას, ან რომელიმე ქართველი ეკონომიურად გაჭირვებული ვაჟკაცის ცოლობას და სწორედ ამიტომ ელი გაიწირა. იგი ნაბტკენ ბუმბულს დაემსგავსა და საქართველოში უკან ვეღარ დაბრუნდა. გმადლობთ ყურადღებისთვის.